ხმაური იყო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში სოფლის მოსახლეობის ნაწილი ამავე სოფელში მცხოვრებ ქართული ოცნების წევრებს ნინო და ნელი მამასახლისებს დაუპირისპირდა. მათი განცხადებით მამასახლისების სოფლის მიერ არჩეული გამგებლის მოხსნას ითხოვენ და ამ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აპირებენ. ნელი მამასახლისი კი მოსახლეობის პროტესტს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის ოლეგ იაწისაგან მართულს უწოდებს. მისივე თქმით იაძე ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგებაშია შესული და სხვადასხვა ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებად ნაციონალური მოძრაობის წევრებს ნიშნავს. აქედან ოლეგ იაძე მარტო მე კი არ მიპირისპირდება, მთლიან კოალიციას უპირისპირდება და ისიც განცხადებებს აკეთებს საჯარო მოხელე, რომელიც არ ვიცი, ალბათ ასეთი მის უტიფრობას უკვე საზღვარი აღარ აქვს. არ ცნობენ რაიონის გამგებელს, არ ცნობენ მე, თვითნებურად აყენებენ კანდიდატურებს. ბოროტად იყენებენ ბატონი ონოფრიშვილის სახელს, რის გამოც ბატონი ონოფრიშვილი არ არის საქმის ყურში. მიბარებენ ასე ვთქვათ ქუჩური საქმის გარჩევებით, მემუქრებიან, შემომივარდნენ გამგეობაში, რის გამოც იქნა პოლიცია გამოძახებული და ამის გამო მიიღეს სიტყვიერი გაფრთხილება.